ყოველი პაციენტი, რომელიც ჩვენ მოგმართავს, არის აბსოლუტურად ინდივიდუალური და განუმეორებელი. ჩვენ თითის ანაბეჭდიდაც კი განსხვავდებით ერთმანეთისაგან. ზოგადად ბევრ პაციენტს წარმოუდგენია, რომ ონკოლოგიური დაავადება მიმდინარეობს რაღაც ერთი სცენარით. სინამდვილეში ეგრე არ არის. ონკოლოგიური დაავადება, ესეთი დიაგნოზია, არავინ არ არის ამისთვის მზად. ერთ წამში ხშირად იცვლება არა მარტო პაციენტის, ასევე მისი გარემოცვის ცხოვრება, მისი ახლობლების, მისი ოჯახის წევრების და ძალიან ბევრი საზრუნველი აქვთ ხოლმე ამ პერიოდში. ექიმის მოძებნა, სწორი დიაგნოზის დასმა, კლინიკის შერჩევა, ქვეყნის შერჩევა, მოკლედ, ბევრი სადარდებელი აქვს. და ზუსტად ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე კიდე ერთი საკითხი, რომელიც ყველა ადამიანის ცხოვრებაში ძალიან დიდ როლს თამაშობს, ეს არის ფინანსური საკითხი. და კრიტიკული დაავადებების დაზღვევა ამ სიტუაციებში ძალიან კარგი გამოსავალი, იმიტომ რომ როცა დაზღვევა გაქვს, ერთი პრობლემა მოგვარებულია. მე ხშირად მეკითხებიან ხოლმე, რა ვქნათ, როგორ მოვახდინოთ პრევენცია, ან როგორ მოვიქცეთ სწორად ამ მიმართულებით. ეს დაავადება ერთ დღეში არ ჩნდება და საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი არსებობს, რომელსაც ჩვენ უსიმპტომო პერიოდს ვუწოდებთ და ჩვენ შეგვიძლია მართლაც სწორი ქმედებები გავაკეთოთ. ამიტომ საპროფილაქტიკო გამოკვლევებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ყველას სმენია, რომ სამწუხაროდ ონკოლოგიური პაციენტები ექიმებს მიმართავენ გვიან, მაგრამ ბევრს არ ესმით რატომ. ონკოლოგიური დაავადებები თავისი თვისებით, იმიტომ არის ვერაგი, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში სიმსივნური პროცესი არის აბსოლუტურად უსიმპტომო. 1-2 მილიმეტრიდან 3-4-5 სანტიმეტრამდე რო გაიზარდოს წარმონაქმნი, ამას მართლა წლები ჭირდება. ეს პერიოდი არის ოქროს პერიოდი იმისათვის, რომ მოხდეს დაავადების ნაადრევი დიაგნოსტიკა, ოქროს დროა იმისათვის, რომ გაიარო პროფილაქტიკური გამოკვლევა, გაიარო სკრინინგი. არ არსებობს მსოფლიოში არც ერთი ჯანდაცვის სისტემა, რომელმაც კარგად და ეფექტურად დააყენა პროფილაქტიკის და სკრინინგის საკითხი. ამიტომ ბევრწილად ეს არის თითოეული ადამიანის პასუხისგებლობა, რომ მიხედოს თავის ჯანმრთელობას. ყველაზე მნიშვნელოვანი არის იმის შეგრძნება, რომ მე ჩვენს ქვეყანაში შემიძლია გავუწიო პაციენტს თანამედროვე კონსულტაცია და გავუკეთო ის ოპერაცია, რომელიც მას მართლა სჭირდება და ეს ისეთი ხარისხის არის, როგორც საუკეთესო მსოფლიო კლინიკებში და დღეს ეს შესაძლებლობა გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე გუშინ და გუშინ წინ. რა თქმა უნდა, ჩემი პროფესიონალური აღქმა სპეციალობაში დროთა განმავლობაში იცვლება. აი ადრე, როგორ იყო იცით, ქირურგიული ამოკვეთა სიმსივნის არის ერთადერთი მეთოდი, რომელმაც შესაძლოა, რომ პაციენტს მისცეს შანსი, რომ გაუხანგრძლივდეს სიცოცხლე ან გადარჩეს. ესეთი სტრატეგია იყო 20-25 წლის უკან. ეხლა ჩვენ ვცდილობთ და ჩვენი ყოველდღიური სტრატეგია რომ ვიფიქროთ არა მარტო სიმსივნის ამოკვეთაზე, ასევე იმაზე თუ როგორი იქნება სიცოცხლის ხარისხი და რეაბილიტაცია პოსტოპერაციულად. რა თქმა უნდა, შენც იცვლები და გინდა ყოველდღიურად ხვალ რო კიდე ერთ პატარა საფეხურზე ახვიდე პროფესიულ ზრდაში იმისათვის, რომ უფრო სარგებელი მოუტანო პაციენტებს. კრიტიკული დაავადებების დაზღვევა ეს არის ჩემის აზრით ძალიან წინ დახედული ნაბიჯი, იმიტომ რომ ყველაფერი ხდება ამ ცხოვრებაში და ეს შეიძლება მაშინ დასჭირდეს ნებისმიერ ადამიანს და თქვენი ოჯახის წევრს, როცა ამას არც კი ელოდებით.